მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და წარმატებული პიანისტი, ხორვატი ვირტუოზი მაქსიმ რუიცა თბილისში დაბრუნდა. ის საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. კონცერტამდე მცხეთაში ისტორიული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა და ქვეყნის სილამაზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს უტოვებს. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი. წინა ვიზიტის დროს აქ არაჩვეულებრივი დრო გავატარე. გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები და ქართველები თბილად გამიმასპინძლდნენ. ასე რომ მართლა ბედნიერი ვარ, რომ კვლავ აქ ვარ და ერთი სული მაქვს, რომ ქართველი მსმენელის წინაშე კონცერტზე წავსდგე. ამჯერად ერთი თავისუფალი დღეც მოვიპოვე. ადრე ჩამოვედი სპეციალურად იმისთვის, რომ საშუალება მქონოდა ქალაქში გამევლო და ასევე საქართველოს ისტორიის რაღაც ნაწილი შემესწავლა. კლასიკური და თანამედროვე ჟანრების შერწყმით შექმნილი მუსიკალური სტილი მაქსიმის სავიზიტო ბარათად იქცა. მისი შემოქმედება სცილდება მხოლოდ კლასიკას. მასში პოპი, ელექტრონული მუსიკა, კინოფილმების საუნდტრეკები და კულტურული მოტივები ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს. ჩემი ახალი ალბომის სეგმენტი სხვადასხვა მუსიკალური სტილის ნაზავია, რაც ჩემი ყველა ალბომის დამახასიათებელი ნიშანია. არის ორიგინალური სიმღერები, არის პოპი და როკი, ძალიან ცნობილი მელოდიები, რომლებსაც საორკესტრო ვერსიით ვასრულებ. ასევე არის კლასიკური ნაწარმოებები, როგორიცაა პროკოფიევისა და ჩაიკოვსკის ბალეტები. ეს არის სხვადასხვა სტილის შერწყმა, რაც ყოველთვის მომწონს, რომ ჩემს ალბომებში იგრძნობა. ასე რომ კონცერტზე განსხვავებული ატმოსფერო შეიქმნება, როდესაც აუდიტორიის წინაშე წავსდგები. ამ მსოფლიო ტურნეზე და კონკრეტულად ამ კონცერტზე საქართველოში შევასრულებ 8-დან 7 კომპოზიციას, ასე რომ მაყურებელი თითქმის მთელ ახალ ალბომს მოისმენს. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ საღამოზე მაქსიმმა ქართველ მსმენელს ახალი ალბომი, სახელწოდებით მაქსიმ სეგმენტი წარუდგინა. მაყურებელმა ფილარმონიის სცენაზე ცნობილი ჰიტები და ახალი კომპოზიციები მოისმინა. თბილისის შემდეგ მუსიკოსი ტურნეს აგრძელებს, თუმცა ამბობს, რომ საქართველო მის გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. რაც შეეხება ჩემს წინატურს, ის მოიცავდა 100 კონცერტს, დაახლოებით 20 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე. დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მოგზაურობდით. თავს ნამდვილად იღბლიანად მივიჩნევ, რადგან ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს. პირველ რიგში მიყვარს სცენაზე ყოფნა და აუდიტორიასთან კომუნიკაცია. მეორეს მხრივ მიყვარს მოგზაურობა. მიყვარს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის და ტრადიციების აღმოჩენა. მიყვარს ფრენა, გზაში ყოფნა. ასე რომ ჩემთვის ეს პროფესია მართლაც საოცარია. რა თქმა უნდა, დამღლელია განსაკუთრებით მოგზაურობის ნაწილი, მაგრამ ამას უკვე წლებია ვაკეთებ და მიჩვეული ვარ. წინა ვიზიტის დროს გვიმასპინძლეს ტრადიციულ ქართულ რესტორანში და თითქმის ყველა სახის ეროვნული საჭმელი გავსინჯეთ. სხვათა შორის დღესაც გვაქვს ვახშამი ტრადიციულ ქართულ რესტორანში და ერთი სული მაქვს კერძები დავაგემოვნო. მართლაც უგემრიელესი სამზარეულო გაქვთ და ძალიან მომწონს. კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, რომ ძალიან მიხარია აქ ყოფნა. კარგად მახსოვს წინა კონცერტზე აუდიტორიამ როგორი საოცარი ატმოსფერო შექმნა. მე და ჩემმა გუნდმა ნამდვილად ვისიამოვნეთ აქაურობით. მიხარია, რომ შემიძლია ჩემი ახალი ალბომი წარუდგინო მაყურებელს და იმედი მაქვს, რომ ახალი სიმღერები მოეწონებათ. დაუვიწყარი კონცერტით მაქსიმ რუიცამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რატომ არის იგი დღევანდელი მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი.